Koalitsia ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ანა ქავთარაძეა ახლა ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ანა დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გუშინ თქვენ მთელი დღის განმავლობაში იყავით და უყურებდით იმ ყველაფერს რა ხდებოდა შენობის შიგნით იქნებოდა თუ ეს შენობის გარეთ აი უკვე დღეს მინდა რომ შევაფასოთ რაღაცნაირად აი ეს გუშინდელი სანახაობა რა იყო და აი რა ქვეყანას გვაჩვენებდა გუშინ ივანიშვილის რეჟიმი დიახ მოგესალმებით მივესალმები მაყურებელს გუშინ იყო ალბათ ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი უმძიმესი დღე განსაკუთრებით ჩვენი კოალიციისთვის, ჩვენი კოალიციის წევრებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თანამონაწილე და ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ავტოკრატიის კონსტანტაციისა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უკვე ბოლო ათეული წლების მანძილზე ძალიან ესეთი მტკიცე და მყარი ნაბიჯებით მიდის დემოკრატიისკენ და ამისთვის ადამიანებმა არაერთი მსხვერპლი გაიღეს, მათ შორის სიცოცხლეც ყველაზე ღირებული, არაერთი წვეთი სისხლი დაიღვარა ამისთვის და საბოლოო ჯამში პროცესები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის უგულებელყოფა განვლილი ისტორიისა, უახლესი ისტორიისა და ღირებულებებისა საერთოდ, რომელიც ქართველ ერს გააჩნდა. რაც არ უნდა ხშირად იმეოროს რუსულმა ოცნებამ და რუსულმა რეჟიმმა და ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკვე გაცხადებული რუსული რეჟიმი, რომ ისინი იღწვიან და ერთგულნი არიან ქართული ტრადიციული ღირებულებების, ეს ყველაფერი არის ფასადური, ეს არის მათი ნიღაბი და საბოლოო ჯამში ეს ნიღაბი ჩამოიხსნეს და გადაუარეს აბსოლუტურად ყველა ღირებულებას, რომელიც მათ შორის მოიცავდა ამ ქვეყნის სწრაფვას, პროგრესს, დემოკრატიისკენ, სამართლიანობისკენ და ბედნიერი ქვეყნისკენ ზოგადად და შეუძლებელია დღევანდელ დღეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ჩვენ გვყავს რეჟიმის პატიმრები, ტყვეები, ციხეში, არამედ იმიტომაც რა გარემოც, რა ჰაერიც ტრიალებს დღეს, იმდენად ძიმეა სუნთქვა ამ ქვეყანას შეუძლებელია მათი ამომრჩეველიც კი იყოს დღევანდელ დღეს ბედნიერი, იმიტომ რომ შეუძლებელია სულით და ხორცით ქართველი ეთანხმებოდეს იმას, რომ ატყვევებდნენ აბსოლუტურად უსამართლოდ ადამიანებს, დაკავებულს ცემდნენ, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი კაცის და ქალის ყოველგვარ ღირებულებას. შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალს, დედას, იმ ანდილოსნებს, როგორც მათ უყვართ სადღეგრძელოებში ხშირად თქმა და შესაბამისად შეუძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს იყოს ბედნიერი. ამიტომ ძალიან ნათლად და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მოუსპეს ადამიანებს ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილი და ეს შეგრძნებაც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია არის თავისუფალ ქვეყანაში მცხოვრები თავისუფალი ადამიანისთვის. ხო, და აი მართლა გუშინდელი დღე იყო, აი კიდევ ერთი ილუსტრაცია იმ ყველაფრის, რასაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად კი ვადევნებთ თვალყურს, მაგრამ აი დღესაც ანი ამბობდა არაერთი ადამიანი, რომ როდესაც ეს ეგრეთ წოდებული კომისია იქმნება რაღაც კონკრეტული მიზნით, კონკრეტული ხელისუფლების თუ იქ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, ზურა ჯაფარიძე საერთოდ არ იყო მაშინ არც პოლიტიკაში იყო, არც იმ პარტიაში იყო, არც იმ ხელისუფლებაში იყო და ნუ ფაქტიურად ხედავთ ყველა ხო, რომ მიზანი არის მხოლოდ ეს. აი ეს სანახაობა, რომ რაღაცა პუტინის მსგავსად პოლიტიკური ოპონენტები ყავდეს გამოკეტილი ციხეში. დიახ, მე ვფიქრობ, რომ შევაფასოთ ესე ცოტა ფართო სურათში, ერთის მხრივ ეს ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების ნაწილია, ასე ვთქვათ, და რაღაც ნაყოფია, ორ ნაწილად ყოფს თავის დამოკიდებულებებს და ხაზს, ასე ვთქვათ. ერთის მხრივ საკუთარ ელექტორატს აჩვენებს, რომ მას შეუძლია, ვთქვათ, რაღაცა გამოგონილი აბსურდული თემებით, რომლითაც გარკვეულწილად პიარს აწარმოებს, მოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი და დაიბაროს და მეორეს მხრივ აქეთ საქართველოს, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის უთხრას, რომ ამ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს, ვინაიდან მას შეუძლია დილეგში ჩააგდოს ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა, ჯერ საერთოდ აქედან რომ დავიწყოთ, რატომ იძიებს ამდენი წლის მერე, თან მათ უწყვეტად ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება, ხომ? ისინი მუდმივად, მათ შორის ქალბატონი წულუკიანიც იყო წამყვან თანამდებობებზე და შეეძლოთ დაესვათ ეს საკითხი აბსურდული
გამოგონილი არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ქმნის კომისია, სადაც შეუძლია დაიბაროს ადამიანები, ვისაც შემთხვევა არ ქონია. მოვიდნენ ისინი, ხო? ხელისუფლებაში არ გააკეთეს 2012-2013 წლებში და მეტიც მათ ხელისუფლებაში ახლა ყავთ ადამიანები, რომლებიც სწორედაც რომ წინა ხელისუფლების დროს იკავებდნენ საკმაოდ მაღალ თანამდებობებს და იყვნენ სისტემის და ნაწილი, ასე ვთქვათ. და მასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს. მათ ისე მოახდინეს მათივე ჩართვა, მათ შორის ამ კომისიაზეც კი ბატონო მაგიდის ირგვლივ შედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებას. ეს არის უბრალოდ აბსურდის სტანდარტი და პროპაგანდისტვის მოგონილი. დიახ, აჩვენებს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი აბსოლუტურად განურჩევლად მისი რაღაც თანამდებობისა პროფესიისა თუ განვლილი პრეისტორიისა ცხოვრების მანძილზე, ხო, შეუძლიათ დაიბარონ და შემდგომ უკვე დააპატიმრონ. და სწორედ ეს არის. კანონებით ფუთავს და კანონებს იღებენ იმის გამო, რომ შენ ბიძინა ივანიშვილზე არათუ რამე არ თქვა, პოსტიც კი ვერ დაწერო სოციალურ ქსელში. ანუ ყველაფრის მიუხედავად, აი ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით, რომ ეხა ის ვინც გირავ გადაიხადა არც ის პოლიტიკოსები არ არიან მომავალში თავისუფლები, ვთქვა დაპატიმრებისგან ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ნამდვილად არის თქვენი კოალიცია, ხო? იმიტომ რომ ერთი უკვე ციხეშია, ორ ლიდერს მალე იგივე ემუქრება. ალბათ გქონდათ ამ თემებზე მსჯელობა, თუნდაც ზურას პატიმრობის წინ, ამ გადაწყვეტილების წინ, აი რას ფიქრობთ, რას ამბობთ, რას ელოდებით, როგორ გაგრძელდება რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა მსჯელობა ინდივიდუალურად ზურასთანაც, კოალიციის სხვა ლიდერებთანაც ერთობლივად და მიღებულ იქნა ის გადაწყვეტილება, რაც იქნა და რაც ვიხილეთ. ჩვენი თვალთახედვით, ჩვენი კოალიციის წარმომადგენლების ხედვით, მათი პირველ რიგში გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ასეთი მნიშვნელოვანი და მძიმე გადაწყვეტილება, როდესაც თავისუფლების შეზღუდვა ემუქრება ადამიანს და ამ გადაწყვეტილებაზე შეგნებულად მიდის, ეს პირველ რიგში პიროვნული გადაწყვეტილების საკითხია, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით აქამდე, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი არაღიარების პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ კოალიცია, რომელიც ამბობს სიტყვას და შემდგომ ასრულებს ამ სიტყვას. ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს საფეხურეობრივად პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც გაყალბდა არჩევნები თანმიმდევრული ნაბიჯები, ჩვენ გვინდა, რომ ეს გაცხადებული იყოს ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოქალაქეებისთვისაც რა თქმა უნდა, პირველივე დღეს, როდესაც გაყალბდა უარი ვთქვით მანდატებზე, შემდგომ უარი ვთქვით დაფინანსებაზე, ყველა იმ სარგებელზე, მათ შორის იმუნიტეტზეც, რაც ახლდა აი ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან თამაში შესვლას, შემდგომ უკვე ნუ მაინც რაღაცა სხვა ტიპის გამოწვევა. დიახ, შემდგომ იყო უკვე ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე დაბარება, სადაც არ უბრალოდ ეს ადამიანები არ მივიდოდნენ, იმიტომ რომ ისინი არ თვლიან თავს ვალდებულად მივიდნენ არალეგიტიმურ კომისიასთან და ამ ნაწილში ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაკრიტიკებთ იმ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც თქვათ გირაოს იხდიან, არ იხდიან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საკითხი, მაგრამ და ეს არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, ესე ვთქვათ. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ კატეგორიულები ვართ, მათ შორის ოპოზიციის სხვა რგოლებთან მიმართებითაც, სადაც ჩვენ ვთვლით, რომ ამ ნაწილში აუცილებლად ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, სადაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები და ეს დასტურდება ყოველდღიურად, 2 დღის წინანდელი პასუხი მარკო რუბიოსი ჩვენ ვნახეთ და აუცილებლად ამ ნაბიჯებს, ამ თანამედროვე ნაბიჯებს ეკნება შედეგი. რუბიოსი გასაკვირი არ არის იცით რა მინდა რომ გკითხოთ, აი მაგალითად ზურა ჯაფარიძეს ადვოკატი როგორც ამბობს, წერილების გამოგზავნაც კი აუკრძალეს ციხის საკნიდან, ხო? ზურა თუ პატიმრობაში იქნება, ნიკა თუ პატიმრობაში იქნება, ნიკა თუ მეორე ნიკა პატიმრობაში იქნება, მათ იქედან ანუ კომუნიკაციის საშუალებაც კი პარტიულ სტრუქტურებთან, თავის თანაგუნდელებთან შეიძლება შეუზღუდონ ესეც, ხო? ანუ კოალიცია როგორ აგრძელებს ამ შემთხვევაში არსებობას, საქმიანობას, გამოწვევა არის ნამდვილად ეს, სულ სხვა ტიპის და ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, ცალსახად ეს არის მძიმე გამოწვევა ჩვენი კოალიციისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ შევდიოდით ამ ბრძოლაში და ყველა ის ადამიანი, რომელიც კოალიციაშია,
ის ადამიანებიც, ვინც ახალ ფეხადგმულები არიან პოლიტიკაში, თითოეულ მათგანს ჰქონდა გააზრებული რა ტიპის ბრძოლაში შედიოდნენ. მათ შორის ასეთი ტიპის სიმძიმეები. შესაძლებელია სრული სიზუსტით ვერ გაგვეთვალა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენ არ შევდიოდით ბრძოლაში დემოკრატიულ ძალებთან, ჩვენ შევდიოდით ბრძოლაში რუსულ რეჟიმთან და თუ კი ვინმეს არ ქონდა ეს მანამდე წარმოდგენილი, დღეს ცხადი და ნათელია. რა თქმა უნდა, მძიმე პერიოდი იქნება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად ბრძოლას, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი კონტაქტები იმ დასავლელ პარტნიორებთან, ვისანაც თქვა პირადად ზურას ჰქონდა ჩვენს ლიდერებს, თითოეულ მათგანს ერთად და ცალ-ცალკე აქვს და ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ გამოხმაურებებს, რომელიც არის დასავლეთისგან და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ძალიან ინტენსიურ სამუშაო პროცესს, სადაც მათ რეჟიმს გულისხმობ, აღარ ექნება არანაირი ლავირების საშუალება. პრობლემას რეჟიმს ანა თქვენი აზრით, ანუ სხვა ტიპის კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს, ვიდრე აქვს როგორც არალეგიტიმურ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უქმნის პრობლემებს, რომ არ უქმნიდეს, მაშინ მათი სპიკერები არ მიმართავდნენ იგივე თქვენს კოლეგებს, რომ თარჯიმნები მოეშველებინათ თარგმანში, თქვათ მარკო რუბიოს სიტყვებთან დაკავშირებით და არ ექნებოდათ, თქვათ, ლეგიტიმაციის სურათის შექმნის სურვილი მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევით მაკრონთან იგივე კობახიძის და არა მხოლოდ მისი, არამედ ძალიან ესეთი საშუალო და ქვედა ფენის წარმომადგენლებიც კი თუ თქვენ დააკვირდებით და მე ინტენსიურად ვაკვირდები, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეგრეთ წოდებულ ჯანდაცვის სამინისტროს და ბატონ სარჯველაძეს, ახლახან ჟენევაში იმყოფებოდა ჯანდაცვის გაფართოებულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს მიანიჭეს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი და მან ეს ჯილდო მიიღო და ყოველი ხელის ჩამორთმევა მათ სოციალურ ქსელში დაასპონსორეს, გაავრცელეს. ისინი მათ ამომრჩეველში ცდილობენ, რომ ლეგიტიმაციის სურათის შექმნან და ასევე ხაზგასასმელია, რომ მათი დამსახურება საერთოდ არ არის, მათ მიერ სამსახურიდან გაშვებული ამირან გამყრელიძის ძალიან დიდი დამსახურებაა და მადლობაც და ეს ჯილდოც მას ეკუთვნის, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე და ის კვლევებიც, რომელიც ჩაატარებულია, სადაც 80%-ზე მეტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ითხოვს ევროკავშირს და პროდასავლურ კურსს ამ ქვეყნისგან, რა თქმა უნდა, ისინი თანახმა არ იქნებიან იმაზე, რომ ქვეყანა მოექცეს სრულ იზოლაციაში და დარჩეს რუსეთის ამარა. ფაქტობრივად მტერთან, იმიტომ რომ მათი ამომრჩევლის დიდ ნაწილსაც ძალიან კარგად აქვს გაანალიზებული, რომ რუსეთი მტერია და რუსეთთან ერთად მშვიდობა, ბედნიერება და ნათელი მომავალი მათ შვილებს არ ექნებათ და ესე მარტოდ დარჩენილი საქართველო უმეგობროდ პარტნიორების გარეშე, იმ ადამიანების და იმ წრეების გარეშე, რომელიც დასავლეთშია, რომელიც აქამდე აფინანსებდა მათ შორის ამ ქვეყანაში ადამიანების გაჭირვებიდან ამოყვანას, ჯანდაცვას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მათთან კავშირის წყვეტას ისინი არ მიესალმებიან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ხისტი მკვეთრი ნაბიჯებით სიარული, მიუხედავად გამოწვევებისა, მათ ქონდათ გათვლა, რომ ჩვენ ვიქნებოდით სუსტები, ჩვენ ვიქნებოდით ადამიანები, რომლებიც პარლამენტის სკამების გამო რაიმეზე წავიდოდით, ან ამ ხელფასების გამო, რომელიც იმ შენობაშია, მაგრამ ჩემი და ჩემი თანამებრძოლების მიზანი პოლიტიკაში მოსვლის არ ყოფილა ის, რომ ჩვენ პარლამენტის შენობაში რომელიმე სკამზე გამთავსებულიყავთ, ან რომელიმე სამინისტროში. ამიტომ ბრძოლა მივა ბოლომდე და ეს ბრძოლა იქნება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულებული, როგორც ეს ზურას ხო, აი ეს უნდა მეთქვა ზუსტად ბოლო გზავნილიც ეს იყო, რომ აუცილებლად ყველამ უნდა იაროთ რუსთაველზე და რომ ეს არის მინიმალური, რაც არ ვიცი ხა ახალი წერილის გამოქვეყნების უფლებას როდის მისცემენ, მაგრამ მეჭვი მაქვს, რომ ზუსტად ეს იქნება მისი გზავნილიც და კიდევ ერთხელ მინდა რომ აქედან მოკითხვა ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადო ზურას, მე მგონი გამხნევება არ სჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ხნედი იყო, ძალიან ღირსეულად შეხვდა გუშინ ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ იქიდან კიდევ გაამხნევებს თავის თანაგუნდელებს, ასევე მხარდაჭერა და სოლიდარობა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას ჩემგან და თქვენ მათი კოალიციის წევრებსაც, იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე გამოწვევაა ეს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ასე არაფრის გამო აპატიმრებენ. ადრე ახლა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ რაღაც მაინც შეკერეს საქმე და ახლა შეკერვაც აღარ სჭირდებათ, პირდაპირ შეუძლიათ ასე ძალიან წყნარი სახით გაუშვან ციხეში. მადლობა. კი ბატონო. მადლობა. ნანა ქავთარაძე, კოალიცია ცვლილებისთვის